გამარჯობა. 1-20 და მელოდით. მადლობა, დავიწყოთ. ესე იგი, მე ვარ თაკო ისევ და ეს ტუჩის რა ქვია? არ ვიცი რა ქვია. ბალმიც არ ქვია, არც ზეთი არ ქვია, არაფერიც არ ქვია. მაინც არ მშველის ტყუილად, აზრი არა აქვს რა. მართლა გეფიცებით აზრი არ აქვს. მაგრამ როგორ ხართ მეგობრებო, გუშინ TikTok-ზე დამიკომენტარა ერთმა ადამიანმა, რომ YouTube-დან მახსოვ ხარო და what am I don't know. აი რატომ დამიკომენტარებდა ხო? ანუ ძალით ესე არავინ არ მომატყუებდა და არავინ არ დამიკომენტარებდა ისე უბრალოდ. ამიტომ შეიძლება მართლა YouTube-დან მახსოვდე ვიღაცას და აი ერთი ადამიანიც კი მნიშვნელოვანია. გაიხარე გოგონო, შენ მე მომეცი мотиваცია რომ დღეს მე ვიდეო ჩამეწერა. აი ძალიან დიდი ხანია მართლა არ გადამიღია და მეთქი მივყვებით თქო. სხვადასხვა არ ვიცი რამდენად მომწონს შეიძლება ისევ შევცვალო კონტენტი სახელთან ერთად, მაგრამ ნუ არა კაი. ჯერჯერობით ვარ რა ესე და ვარ ხო. აი რატო ვერ ვისვენე? მოკლედ აგვიცივდა. ეს არის სპაიდერმენი, ჩემი დახატული. აი ჩემი აზრით ეხა რა პრობლემა არის, სადაც წავიღო. რა პრობლემა არის ეხა ამ ნახატში? აი ოდნავ კიდე შეწეული უნდა ყოფილიყო. სადღაც აქამდე, მაგრამ რა სპაიდერმენი შეიძლება რა სადღაც აი აქამდე რო ვიწროდ მე ნენა გადასულიყო ესე რა ალბათ უკეთესი იქნებოდა მაგრამ ნუ არა ვიშევს that's okay that's alright აგრაქვს არ ვიცი მოკლედ ხო ესეც ერთ-ერთი ჩემი მორიგი ნახატია რა და რამდენიმე ნახატი ხომ მქონდა წინა ვიდეოში ვთქვი და გაჩვენებთ მეთქი და არ ვიცი ეღონ არ მინახავს როგორ ჩანს კადრი რა ნახატთან ერთად და იმედია უხდება აქაც წითელი ჩემი кейსი წითელია ნაკრების кейსია აღონ ჩემ გვარია წერია და 14 ასხოთა შორის ტელეფონი მომიჭერს ხოლმე მაღაზიაში მაგალითად რო ვიხდი ბარათით აკვირდებიან ხოლმე რა ანუ აინტერესებთ რა წერია და ასე კითხულობენ ხოლმე და მე ესე ვშვები და ოკეი ყვარაძღელია მეგონა და რაღაც რეაქციები აქვთ ხოლმე რამდენჯერმე მქონია რა ეგ სიტუაცია და მეც ეგეთი кейსი რო დავინახო იმაზე უეჭველი დავაკვირდები რა ხო მოკლედ მეგობრებო აგვიცივდა ძალიან მე ძალიან მიყვარს ზამთარი და მიხარია მაგრამ თან სულ ცხვეში რომ მიჭერს ეგ არ მომწონს ეგ ფაქტი მაგრამ პრინციპში ზაფხულში ეგრე ვარ ასე რომ ზამთარი ძალიან მიყვარს კიდევ თუ არ მithქვამს წინა ვიდეოში წინა კი არა რომელიმე ვიდეოში თუ არ მithქვამს ეხლა დამიდასტურეს არა ერთი ორმა მითხრა რომ შენ უეჭველი ADHD გაქვსო და აი კი ეგ მინდოდა არ ვაღიარებდი აქამდე რომ მქონდა მაგრამ მაქვს დიახ მაქვს მოკლედ იცი რა კიდე რას ვფიქრობ არ მინდა რომ მარტო ვიყო რა მაი სერიოზულად მინდა რაღაც ცოტა მოპოდკასტო დავიწყო აი თუნდაც იგივე როგორც მე ვზივარ ახლა ეგრე რო იჯდეს ჩემს გვერდით ვიღაც მუდმივი თანაწამყვანი და შუაში კიდე სტუმარი რო გვეძდეს რა აი ძალიან კარგი იქნება მართლა მინდა რა მიუხედავად იმისა რომ ანუ ბერმა დაიწყო ეგ და ბევრი აკეთებს მეც მაინც მინდა რა მოკლედ კომფორტულად ვარ ესე მაგრამ ცოტა ისეც მინდა რა ცოტა გაფართოებაც მინდა იმიტომ რომ თუ სერიოზულად მინდა რომ მოვეკიდე ამ საქმეს აი როდემდე უნდა ვიყო რას გამომწერზე ხო მოკლედ არ უნდა რა დღეს ეხა რაზე მინდა დავაპარაკე აზრზე არ ვარ იმიტომ რომ მაგრამ თან იცი რა არის ცუდი აი მატყობთ ხო რა ADHD ჩემი ცუდი არის ცუდი გაწყვეტ იქნება ეს მარტო იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო რომ ჯერ არ ვიცი კარგი მოლაპარაკე არ ვარ რა ბევრად უკეთესი მსმენელი ვარ ვიდრე მოლაპარაკე ანუ არც სწორად შეიძლება ბევრ რაღაცას არ ვიძახი არა მხოლოდ გრამატიკულად შეიძლება კარგადაც არ ჟღერს ყურში არ ვიცი რა ვის როგორ ხდებათ მაგრამ აი თუნდაც ეს პაუზები რა ძალიან არ მომწონს ხმის ტემბრიც არ ვიცი რამდენად ერთნაირი მოქვს ხან შეიძლება ვუწევ ხოლმე მაგრამ ხმის ტემბრს მაშინ ვუწევ ანუ ვცვლი რა როდესაც ვარ კომფორტულად არა, როდესაც ვარ კომფორტულად. ერთ და სხვაგან გარეთ როცა ვარ, ერთნაირად ვსაუბრობ რა. ერთხელ მითხრა ჩემმა სამოქალაქოს მასწავლებელმა, რომ რაღაც მე და ერთი გოგო ემზადებოდით, ერთი გოგო რათი კლასად ემზადებოდით და შენო მე მითხრა რომ ანუ სულ ერთი ტემბრით ლაპარაკობა და ეგო კარგი არისო და იცი რა საერთოდ სხვანაირი ვარ სახლში.
აი ორი პიროვნება კი არ ვარ, ბევრად მეტი ვარ ვიდრე ორი და არ მომწონს ეგ ფაქტი, რომ სახლში აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ვარ და გარეთ კიდე აბსოლუტურად განსხვავებული. სახლში რანუ ჩემ თავთან ვიძახი რა, სადაც კომფორტულად ვარ, მაგას გულისხმობ სახლს. ხო და აი ეგ მართლა არ ვიცი ხა რამდენად ცუდია, რამდენად კარგი. ალბათ არავინ არ არის რეალური არც კამერის წინ და არც გარეთ ზოგადად სახლში. სადაც კომფორტულად ხარ, იქ ხარ ალბათ რეალური, ხო? და ნანკას რო აქვს გადაცემა მარტოობის 20-15 წუთი. რამდენიც არის რა. მან დრო კითხვა აქვს ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან ხარ მარტო, ძალიან მინდა საერთაშორისო მაგოგოსთან საუბარი. ხო და წარმოვიდგენ ხოლმე რომ მაგოგოსთან ვარ და აი ეხა ნანკა და აი ნანკა დგას აქ დგას არა ჩემ წინ ზის რა და მოიცა ცოტა კომფორტულდე ერთი წამით ცუდად ჩანს ნეტა ცუდად ჩანს ცოტა ხანი ესე ვიქნები რა მოკლედ ეხა ვითომ ნანკა გვარი მეკითხება ვინ ხარ მაშინ როდესაც საკუთარ თავთან ხარ მარტო ვინ ვარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან ვარ მარტო. სრულიად სხვა ადამიანი ვარ, მართლა. ძალიან რამდენადაც მიყვარს მარტოობა, იმდენად მეშინია მარტოობის. ეს ჩემს 1-2 ვიდეოში უკვე ვთქვი. ძალიან მეშინია მართლა, მაგრამ თან ძალიან მიყვარს. ერთი მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას რა. ფიზიკურადაც მარტო ყოფნას და ნუ ისედაც რა ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ მარტო. და ვიღებ მარტო გადაწყვეტილებებს. მართალია ძირითადად არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ ჩემ დაუნებურად არ ვიცი არადა ვფიქრობ ხოლმე მაგრამ მაინც მე გამოდის რომ არასწორია მაგრამ ხო ეგ ვარ მარტო როცა ვარ ეგ ვარ რომ ვიღებ არასწორ გადაწყვეტილებებს ვნერვიულობ სევდიანი ვარ ძალიან მაგრამ რამდენადაც სევდიანი ვარ მარტო იმდენად მხიარული ვარ სხვებთან ერთად ოღონდ თან გააჩნია ვისთან ერთად რა რამდენადაც სერიოზული ვარ სხვებთან იმდენად მხიარული ვარ სახლში და ასე შემდეგ ანუ ძალიან ორი გამორჩეულად სხვადასხვა ხასიათი მაქვს რა შინაური და გარეული ხო და არ ვიცი რატო ხდება ესე მართლა აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათია და ამ ვიდეოშიც ალბათ ისე ვარ რა როგორც გარეთ ვიქნებოდი ეს შეიძლება ცუდიც არის მართლა მაგრამ ნანკა იცი რა ჩვენ მითხარი აბა კაი ხო კაი მოკლედ მართლა ნანკა მომდამიშოს ეს კითხვა მართლა ეგ ვარ მაგრამ მარტო როდესაც ვარ საკუთარ თავთან ვარ აბსოლუტურად სხვანაირი რა მსევდიანი ჩაფიქრებული ზედმეტი ფიქრისგან თავი ამტკიებია ძალიან ბევრჯერ თან ვფიქრობ ყველაფერზე ერთად და არ ვიცი რას მოვედო, რამდენი რაღაც გავაკეთო და კიდე არ ვიცი რას ვაკეთებ არასწორად. სულ ეგ ფიქრი მაქვს, რომ რას ვაკეთებ არასწორად და რამდენად სწორად მივდივარ, რამდენად სწორ გზაზე ვდგავარ. ეგ ფიქრები სულ აი სულ მაქვს 24 საათი სულ მაქვს ეგ ფიქრები. და ეს ძალიან ცუდი, აი წამით ტკბობა რა, აი წამით რა მომენტით ტკბობა არ შემიძლია. ჩემში არის ეგ ერთ-ერთი დიდი უბედურება. და გარეთ რა ვარ, საერთოდ სხვანაირი ვარ. აქაც სხვანაირი ვარ რა, ვიდრე მარტო. მაგრამ მერჩევნია ხოლმე ხან რომ გავიდე. აი მე ხო ძირითადად არ მძინავს რა, არ მიყვარს ძილი მართლა, როგორც ჭამა არ მიყვარს რა. არც ჭამა მიყვარს, არც ძილი და ძირითადად ვერ ვიძინებ ხოლმე. და ძირითადად ვერ ვჭამ ხოლმე, იმიტომ რასაც ვჭამ ხოლმე, რა ვიცი. მე კარგად აღვზნობ თავს რა. და ანუ ის კი არ მაქვს ჯერთი რამე ტყობა რომ ჭამა არ მიყვარს მაგრამ ანუ რა ქვია იმას ყვებითი აშლილობა კი არ მაქვს არა უბრალოდ აი რაღაც საჭმელები არ ვიცი რა გამბოლ დროს დამჩემდა ხო და ძილს რაც შეეხება ეხა ნუ დღე და ღამე არეული მაქვს ეგ ნუ ბუნებრივია მაგრამ აღარ მექნება ცოტა ხანში რა და იმედია თავის დროზე დადგება ცოტა დრო დასჭირდება ამას რომ რეჟიმში ჩავდგე მაგრამ ნუ მაინც ფიზიკურად აღარ მომიწევს ღამის გათენება და იმედი მაქვს ცოტა მაინც გაუმჯობესდება. ხო და იმას ვამბობდი რომ დღე და ღამე ხო არა რას ვამბობდი? თან ცუდი ADHD-ის მკურნალობა არ ვიცი. ხო გითხარით წინა ვიდეოში რომ მეშინია რაღაცები დავგუგლე, იმიტომ რომ მეშინია რომ ვერ გამომივა და ვერ გავაკეთე, მე გული დამწყდა, მაგრამ მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცაზე მართლა მწყდება გული, მაგრამ ესე გამოდის რომ ერთ და იგივე რაღაცას ვიძახი რა ყველა ვიდეოში. წინაზეც ხო თქვი რომ იმედ გაცრუებული ვარ მეთქი, მაგრამ ნუ
ეგ ვარ. სევდიანთან, ცოტა დეპრესიულთან, დაბნეულთან, overthinker-თან და სერიოზულ თაკოსთან ერთად, როდესაც მარტო ვარ, ასევე ვარ მხიარულიც, მიზანდასახულიც და შრომის მოყვარეც. რამდენადაც კარგი თვე მაქვს, იმდენად მაქვს ცუდი რა, რაღაცა ბალანსი ალბათ არის, მაგრამ ეგ არის პრობლემა, რომ ვერ დავიჭირე ერთი ხასიათი რა. თითქოს თამაშობ, მაგრამ არ ვიცი რომელს თამაშობ. ალბათ იმას რა ხასიათიც გარეთ მაქვს, მაგრამ არ მომწონს ის ხასიათი, როდესაც მარტო ვარ რა და არ მინდა რომ იქ ხასიათი მქონდეს. და მოკლედ ნანკამ რო ეს კითხვა დამიშვა, სამ პასუხს გავცემ, მაგრამ შეიძლება არც გავცემს პასუხი რა. მომიწვიოს და მე ნახთ. ეხლა რომ მარტო მომიწვიოს, მაგრამ გამიძიებ. ოღონდ ნანკა ძალიან კარგი მოსაუბრეა რა მართლა. ვაიმე დეჟავუ მაქვს და დეჟავუ მაქვს ხოლმე იცი როგორი? აი დეჟავუ რომ მაქვს და მე აი განა ერთხელ რომ მქონია ესეთი მომენტი, არა ბევრჯერ დეჟავუში რომ დეჟავუში ხო არ ვიცი თუ ხდებით, მაგრამ აი ეხლა მაქვს ეგ და ძალიან ხშირად მქონია. სულ მაქვს ხოლმე და მეშინ ეგეც მაბნევს რა ძალიან. მაგრამ ნანკამ უნდა მომიწვიოს რა გადაცემაში. ეგრე ხდება. ეგრე მომინდა რა უცებ რაღაცნაირად რომ ნანკას გადაცემაში წავიდე. კაი, ნანკას თავი დავანებოთ ეხლა ჩემ გადაცემას მივხედოთ. ჩემი გადაცემა არ არის, მაგრამ სხვათა შორის, მოდი მოგიყვებით ეხლა გადაცემაზე გამახსენდა. მე მთელი ბავშვობა, სხვათა შორის ბევრმა არის ეს, მთელი ბავშვობა მე მინდოდა ჟურნალისტობა. ოღონდ აი ბავშვობა რა, არ ვიცი რომელ კლასამდე. მე 9 კლასამდე ალბათ რა. მინდოდა ჟურნალისტობა ძალიან რა და დაჟე თამაშობდი ხოლმე ჩემთვის მარტო. აი როგორ მახსოვს თამაშობდი ხოლმე, ვითომ საკუთარი გადაცემა მქონდა. ოღონდ როგორც ქრონიკა იყო და რაღაც კურიერი. ეგეთი, არ ვიცი რატომ მინდოდა ეგ, მაგრამ აი ეგეთი მინდოდა თითქოს თავიდან და მაგას თამაშობდი ხოლმე, ეგ ფურცლები მედდა ხოლმე, როგორც იქ უდავთ ხოლმე ჟურნალისტებს და მაგიტაზე ფურცლები მედდა ხოლმე და ვითომ რაღაცა მივყავდა. რა მაშინ რომ ტელეფონი მქონდა, ხო გადავიღებდი. ხო და აი ეგ ძალიან მინდოდა რა, მართლა ძალიან მინდოდა. მე მინდოდა საკუთარი გადაცემა მქონოდა. როგორც იყო, მაგრამ შუადღით რომ რაღაც გადაცემები გადიოდა ხოლმე რა, აი დივანი იყო და რაღაც სტუმრებს რომ დივანზე რო ისხნენ რა. რა ვიცი, არ ვიცი რა ქვია ხა მაგ გადაცემებს, შუადღე თუ რაღაც. ეგეთ ნანიკო ხაზარადეს რომ იყო ხოლმე, არ ვიცი, ეგ სუარი, მაგრამ ერთ-ერთშიც იყო რა. და ეგრე რომ გადაცემები მოყავთ ხოლმე რაღაც ესაურებია რაღაც და აი სულ ვუყურებდი ხოლმე ეგეთ გადაცემებს და სულ ჩემ თავს წარმოვიდგენდი ხოლმე რა. რა მომენტში გადავიფიქრე ახლა. ის ჟურნალისტი არ მინდოდა გარეთ რო დგას. რა ქვია მაგას. მოკლედ, რა მომენტში გადავიფიქრე ახლა გეტყვით. სკოლაში გადავაფიქრებინეს მასწავლებლებმა. სადღაც ხოლმე გვიწევს ხოლმე წერა ბავშვებს, რომ რა მინდა გამოვიდე რა კი არა, ჯერთი ვინ მინდა გამოვიდე რა. და დავწერე ჟურნალისტი და მაგრად გული მატკინე. სკოლიდან ძალიან ბევრი გულისტკენა მახსოვს ისე რა, სამწუხაროდ ძალიან სტრესულია. ზოგადად სკოლა არავის არ უყვარს რა. მოდი შევთანხმდეთ. არავის არ უყვარს სკოლა და არც მე მათ შორის. და არც მენატრება. აი ერთი წამითაც არასდროს არ მომნატრებია, მაქსიმუმ შატალოები მომენატროს, მაგრამ ეგეც არა. ხო და მასწავლებლებმა მითხრა, რომ შენ რანაირი ჟურნალისტი გამოხარო, ძალიან ჭკვიანი ხარო. ანუ წყნარი ხარო. განაჭკვიანი ჭკვი, არა წყნარი ხარო მშვიდიო და ჟურნალისტი ცოტა ისიც უნდა იყოს, რომ თამამიოს რომ გააკეთებსო და ისო და ეგრე დამაკომპლექსეს რა მასწავლებლებმა. სხვათა შორის არ დაგივიწყებთ მასწავლებლებმა. არც დამიწყებია რა დიდად არავინ არ მეხატება გულზე. მართლა არავინ არ მიყვარს. ერთი შემიძლია ვთქვა სკოლიდან, 1-2 მაქსიმუმ. და ერთი გარეთ ერთი ვინც მიყვარს, ვისთანაც ვემზადებოდი რა. ეგ მიყვარს დღემდე კი კონტაქტი მაქვს. ხო და სკოლაში სხვა არავინ არ მიყვარს მართლა. 1-2. ან ერთი უფრო რა და მეორესაც კაი ჯანდაბას. ხო და
მოკლედ ესე დამაკომპლექსე სკოლაში რომ შენო ძალიან ცუდი ჟურნალისტი გამოხარ, იმიტომ რომ ზედმეტად წყნარი და მორიდებული ხარ ჟურნალისტი, თამამი უნდა იყოსო და ისეთიო რომ ყველაფერს გააკეთებსო და მე რატო ჩამინერგეს მასწავლებლებმა რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, არ ვიცი, მაგრამ გილოცავთ რა მიაღწიეთ, აი მართლა მიაღწიეთ რომ მე ჟურნალისტ თქვენი გილოცავთ ჩემო სკოლის მასწავლებლებო, თქვენი დამსახურებაა რომ მე დღეს ჟურნალისტი არ ვარ, მიაღწიეთ, მადლობა დიდი. შეიძლება ნებით ანუნებლეთ, არ ვიცი, თუ ნებსით, თუ უნებლეთ. მაგრამ აი ჟურნალისტობაზე რომ ჩამებარებინა, ალბათ ესეც ჟურნალისტიკაზე რომ ჩამებარებინა, ალბათ ამასაც გავიგებდი კი არა, პირდაპირ სწორად ვიტყოდი. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფით მხარეები. ამაში რა არის ახლა დადებითი მხარე? ვინაიდან მე YouTube ძალიან მიყვარს, თან ძალიან ბევრი წელია უკვე. აქედან გამომდინარე, YouTube-ზე გაქვს საშუალება, რომ გააკეთო შენი საკუთარი გადაცემა. ანუ შტატივი იქაც მექნება, მე ხომ მითხრა საკუთარი გადაცემა. შტატივი იქაც მექნებოდა და ეხლაც მოქვს, განათება იქაც მექნებოდა და ეხლაც მოქვს, მიკროფონი იქაც მექნებოდა და ახლაც მაქვს, ეს ტელეფონია, მაგრამ მიკროფონად ხო ხმარობ და კიდე მიკროფონები მაქვს მილიონ ტრილიონი, მაგრამ ბესაუკეთს ვარ რატომღაც ეხა ამ ეტაპისთვის არ აუშავს. ეგეც იქნება ღმერთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება. სკამი მაქვს, დივანი მაქვს, ყველაფერი მაქვს რა, მოკლედ. ძივარ და ვაკეთებ. ახლა მონდომება იქაც დამჭირდებოდა, აქაც დამჭირდებოდა, мотиваცია იქაც დამჭირდებოდა, აქაც. ასე რომ მასწავლებლებო, თქვენ შემო მიაღწიეთ თქვენსას რომ მე დღეს ჟურნალისტი არ მქვია და დიპლომში ჟურნალისტიკა არ მიწერია, მაგრამ ბევრად უკეთესი ვარ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით თავის. როგორც გაბრაზებული ვარ, ისევე მადლიერი ვარ. მადლობა. ძალიან მშვენიერია რომ მე ჩემი გადაცემა ასე თუ ისე მაქვს. მაგრამ უკეთესი მექნება. ეს გადაცემა არ არის, მაგრამ გადაცემა მექნება აუცილებლად. აღარ ისეთი გადაცემა, ისეთი ხელოვნური გადაცემა და ჩამოწერილი გადაცემა არა, მე ბევრად ბუნებრივი და უკეთესი გადაცემა მექნება. ისეთი რომ ხალხი შემიყვარებს. აი მე ზუსტად ეგ მინდა რომ ხალხმა შემიყვაროს და რაღაც დავტოვო ისეთი სანამ ცოცხალი ვარ. ეგაა ჩემი მიზანიც რა. ხო თქვი წინასაც. მართლა ეგ არის მიზანი, რომ რა წავალ მე ვიღაცამ თქვას რომ აქვე ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე ავირჩიე ერთ-ერთი საგანი, რომელსაც ერქვა მედიის რეგულირება და რაღაც ერქვა კიდე მასმედია და მედიის რაღაც მოკლედ ეგეთი, რაც ჟურნალისტიკას ეხებოდა რა. პრინციპში ჟურნალისტიკის საგანი იყო უბრალოდ ჩემს უნივერსიტეტში. არასდროს არის საგნები წესიერად, არც ერთ საქართველოს უნივერსიტეტში კაი სისტემა არ ვარ გა, მაგრამ რა ვიცი, მე პირად გამოსვლებით ამას გეუბნებით, რომ ჩემთან არასდროს არ არის მოკლედ კარგი რა და ძალიან მომწონდა ეგ საგანი. მიყვარდა და კარგადაც კალკულოზეს დავხურე რა სხვა საგნებთან არ ზოგადად 98 რავი კარგი ხურა 100-დან რა და ძალიან საინტერესო საგანი იყო. მაგ დროს კიდე მქონდა ეგ საგანი რო ავირჩიე, პირველ კურსზე გავდიოდი მაგ საგანს რა. ეგ საგანი რო ავირჩიე, რაღაცნაირად თქვა რომ მეთქი არა ჟურნალისტობა ხო არ მინდა, დამანებოს თავი არ მინდა, არ ავირჩიო, მაგრამ კარგი ვქანი რო ავირჩიე, იმიტომ რომ დამომეწონა და სხვადასხვა რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ მეთქი აი ჟურნალისტობაზე ხო არ გადავიდეთ ხო, მაგრამ ვერ გამოვიდა. მოკლედ მართლა არ მინდოდა და ეხა თავიდან რომ მომეცეს შანსი ჟურნალისტობაზე ჩავაბარებდი ალბათ. უბრალოდ მართლა მასმედია და მედია ზოგადად ისეთი საშინელება და დაჰეითებული პროფესია გახდა საქართველოში, რომ რამდენად გაუძლebdi არ ვიცი რა, მაგრამ ჯობდა არ დავნებებულიყავი და ბავშვობის ოცნება ამეხდინა. მაგრამ როგორც გეკითხავით, რაღაც მხრივ მაინც ვიხდენ რა ჩემ ბავშვობის ოცნებას და YouTube მაძლევს მაგის საშუალებას, რომ მე გავაკეთო. თუ მინდა გავაკეთებ რა. აი, რაღაც ბეთლს ან რაღაცა ხუბს ან რაღაცას რო წააგებენ ხოლმე და მე რო გამოდიან თავს იმართლებენ. ეგრე არ მინდა ვიყო. იქ იყავი და მოგეგო რა. ხო და აქ ვარ მეც და თუ მინდა გავაკეთებ. რა ვიცი. გამართლება მოკლედ აი თავის გამართლება არის საშინელება რა კი შეიძლება სამართლიანად იმართლებდე თავს მაგრამ როცა იქ ხარ იმ მომენტში უნდა გააკეთო თუ არ აკეთებ იმ მომენტში არა უშავს რა დაიკიდე გამოცდილება ხომ მაინც მიიღე რაღაც მომენტში უბრალოდ მე აი თუ ძალიან დიდი დრო გავიდა და 100 წლის მერე მაინც არ გამოვიდა 101 გამოვა რა უეჭველი ამ თორე რომ არ დანემდი და მე ცოტა აი ცუდი ვქენი რომ დაუნებდი და იცი რა არავინ არ ლაპარაკობს რა პროფესიაზე ბავშვობიდან რაც გინდა იმის იმიტომ რომ მე ბავშვობიდან კი ჟურნალისტობა მინდოდა მაგრამ რაღაც მომენტში ჩამინერგეს თავში არ ვიცი ვინ მაგრამ აი ბავშვობიდან აი უცხო ენებზე უნდა ჩააბარო
უცხოენებზე. შენ ხო ინგლისურს სწავლობდი კარგად როგორ იმ მომენტში კარგად ალბათ, რა ვიცი, თორე ეხლა რომ 5 წლის ბავშვებმა ინგლისური იციან, ეგრე შეიძლება მე ეხლა არ ვიცი რა, მაგრამ ჩვენ მე-3 კლასიდან დავიყავთ ინგლისური სკოლაში და უცხოებს ჯობნიდი რა. და ეგ იყო რომ აუ რა მაგრა სწავლობ, ესე იგი შენ უცხოენებზე უნდა ჩააბარო რა. და არ ვიცი. რატო გადამიწყვდეს, მაგრამ ჩამენ ბეჭდა ეგ გონებაში რომ კი, უცხოენებზე უნდა ჩავაბარო, უცხოენებზე. ჯერთი უცხოენები ესეთი პროფესია ხო არ არსებობს რა, მაგრამ გავიზარდე და ჩავაბარე მაჟრიელებს საერთაშორისო ურთიერთობებზე და მოკლედ. დასაშინო უნივერსიტეტზე კიდე ძალიან ბევრი მინდა ვილაპარაკო რა, მაგრამ იმდენად მეშლება ნერვები, რომ ეხლა ხასიათი შემეცვლება და გულიც ამერევა, ისე მეზიზღება ყველაფერი. მარტო განათლების სისტემა კი არა, კონკრეტულად აი აბსოლუტურად ყველა ადამიანი ვინც მანდ არის ჩართული და 1% შეცვლა, აი 1/9 შეცვლა არ უნდათ არაფრის და აი ერთი ადგილის განძრევა რო არ უნდათ რა. რაღაცის ცვლილე, ოღონდ უკეთესობისკენ ცვლილებისკენ რო აი არ იწევენ და ერთ რაღაცას რო არ ცვლიან რა. მაგაცზე მეშლება ნერვი და გული მერევა მართლა რა და არ მინდა მაგას საუბარი. მაგრამ იმას ვიტყვი რომ ბავშვობიდან რომ ჩანადგენი მქონდა ეგ რომ უცხოენებზე უნდა ჩააბარო, ძალიან დამმა კომპლექსა რა. რაც მინდოდა ის უნდა გამეკეთები და საერთოდ არ მინდა. მე რა რომ ინგლისურს კარგად ვსწავლობდი, აი ეგ არაფერს არ ნიშნავს ჯერ ერთი. და ჩემი ინგლისურის კარგი ცოდნა მაშინ იყო რა კარგი ცოდნა, თორე ჩხულებრივად, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ ვიცი, რაც ხებმა არ იცოდნენ. არა, განსაკუთრებული ვიცოდი, მარტო მე ვსწავლობდი პრინციპში. მარტო მე არა, მაგრამ ალბათ საუკეთესოდ რა, მაგრამ ეხლა რო ვადარებ რა, მაშინ ეხა რომ მე მე-3 კლასში ვიყავი და კარგად ვსწავლობდი ინგლისურს, ეხა მე-3 კლასელი ისე დაგელაპარაკება, რომ შეიძლება მე როგორც ეხა 23 წლის გოგომ, შეიძლება ვერ გავიგო რაღაც რომ მითხრას რა. ნუ ეგ რა თქმა უნდა დროის ამბავია, მე-3 კლასში მე ვიყავი რომელ წელს ვიყავი? მე-3 10-ში, არ ვიცი, 11-ში. ალბათ ხო. რაღაც ეგრე მოკლედ არ ვიცი. და იმ დროს რო ინგლისურის ცოდნა იყო სად, მაშინ სად ეხლა გასაგებია. მაგრამ ეგ რო ჩამანერგეს, ეგ ძალიან არასწორი იყო რა, მართლა არასწორი იყო. მაგის მერე დაკომპლექსებული ვარ. და ამდენი წლის ვარ და მაინც ვერ ვამბობ ბუარს, რომ არ მინდა უნივერსიტეტის დამთავრება. არ მინდა კი არა, გული მერევა ისე არ მინდა, მართლა გეუბნები. აი მაგას რო სტრესი, აი ძალიან სტრესული არის ჩემთვის. კაი სტრესი თავი დაანერე, ბიჭო, საშინელება. როდესაც სწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე, უნდა გაინტერესებდეს საერთაშორისო ურთიერთობების ირგვლივ თემები და არ უნდა სწავლობდე არც კვანტურ ფიზიკას, არც არქეოლოგია, არც ფილმების განხილვას, არც თეოლოგიას და არც არაფერს საერთოდ. რატო უნდა სწავლობდე მე კვანტურ ფიზიკას, როდესაც ჩაობარე საერთაშორისო ურთიერთობებზე? ვერ ხვდები, მართლა აი არაფერ შუაში რო არ არის რა. საშინელებაზე უარესია კიდე. ღმერთო, ძალიან გაბრაზებული ვარ, ხომ აბა, მაგრამ კაი, აღარ გვინდა უნივერსიტეტი ახლა მართლა. დავუბრუნდეთ რა თემას. მე უნივერსიტეტი აღარ გვინდა, მაგრამ მშობლებს მიმართავ რა, ახლა ვინ უყურებს მშობელი ამას, მაგრამ ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ მშობლებმა და მეც რომ მშობელი ვიქნები, თუ ვიქნები, მედია ვიქნები, შვილებს არ დააძალოთ. აი, მართლა არ დააძალოთ და არც ჩაუნერგოთ რაღაც, რომ შენ ეს გინდა. იმიტომ რომ პატარა ბავშვი არის სუფთა დაფა. ჩემი ქართულის მასწავლებელი მაგას გვეუბნებოდა ხოლმე. პატარა ბავშვი არის სუფთა დაფა. რასაც დაწერ, იმას წაიკითხავენ სხვებიც და აბსოლუტურად ყველა თვითონაც მაგას წაიკითხავს. ხო და ამ სუფთა დაფაზე ძალიან გთხოვთ, ნუ დაწერთ სისულელეებს. ნუ დაწერთ იმას, რომ რაღაც კონკრეტული უნდა გამოვიდეს თქვენი შვილი. გაიზრდება. და თავად გადაწყვეტს რა უნდა. მართლა გეუბნებით. თქვენ თუ ჩაანერგავთ, რომ ექიმი უნდა გამოვიდეს, ის ექიმი შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ არ უნდოდეს. თქვენ თუ ჩაანერგავთ, რომ ის გამოვიდეს, არ ვიცი, ადვოკატი, შეიძლება გამოვიდეს ადვოკატი, ძალიან კარგი, მაგრამ სიამოვნებაში ეს არ უნდოდეს. და შეიძლება დაიწყოს, მაგრამ რაღაც მომენტში გაჩერდეს და არ უნდოდეს, მაგრამ მაგაში ხელს უნდა შეუშლით. ძალიან გთხოვთ მართლა. აი, არავის, არც ერთ ბავშვს არ შეუშალოთ ხელი
იმაში, რომ პროფესია არ მოსწონდეს. შეიძლება მესამე კურსზე მიხვდეს, ან მეოთხე კურსზეც მიხვდეს. ან პირველზეც, ან არ ვიცი რა, მე პირველივე დღეს მივხვდი, რომ არ მინდოდა. და მშობლებს მიმართავ, რომ მართლა, თან ეხლა სხვა თაობა მოვდივარ, ჩემი თაობის მშობლები, ვინც ზოგი უკვე არის და ვინც იქნება, იცით ჩემზე კარგად, რომ არ უნდა დააძალოთ რა, ჩვენი გამოცდილებიდან ხომ დავისწავლოთ რაღაც. და არ დავაზალოთ ბავშვებს არაფერი და არ შეუშალოთ ხელი. თუ სადღაც ჩააბარებთ და არ მოეწონებათ, გამოვიდნენ. თუ ბედნიერები არ იქნებიან რა, ის საქმე უნდა აკეთონ, სადაც ბედნიერები იქნებიან და შეიძლება არაფერი არ მოსწონდეთ რა. ჯერ შეუძლებელია მე 17 წლის ვიყავი რომ ჩავაბარე. 17, 18, 19, 20 რა ვიცი, არც ერთი ასე კი არ არის ესეთი, რომ მიხვდე მთელი ცხოვრება რა უნდა აკეთო. და ეს კიდე ყველაზე საშინელი ფრაზაა, რომ 18 წლის ასაკში უნდა აერჩიო შენ რა უნდა აკეთო მთელი ცხოვრება. რა სისულელეა? ძალიან დიდი სისულელეა ეს და გეტყვით ახლა რატო? რატო უნდა აერჩიო ერთი პროფესია და აკეთო მთელი ცხოვრების მანძილზე 9 to 5 ჯობი, როდესაც შეგიძლია გქონდეს ძალიან ბევრი ჰობები, მრავალფეროვანი ცხოვრება გქონდეს? ვის მოსწონს ერთფეროვნება? თუ თქვენ ბავშვებს, შვილებს არ უნდათ რომ რაღაცა ისეთ სფერა უნივერსიტეტში ჩააბარონ, მოკლედ უნივერსიტეტში რა ფაკულტეტებია, ეგ ვიცით რა. ფანძი, სისულელეები, მოკლედ. რო არ გამგადგება ეგეთი. თუ მან არ უნდა ჩაბარება, თან რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი შანსი გაქვთ რა, რომ ისწავლონ ისეთი პროფესია მომავლის. რაც გამოადგება ძალიან ბევრ რაღაცაში რა. არ ვიცი, მაგალითად მოვიყვან მარკეტინგი, დიზაინი, არ ვიცი, მოკლედ ციფრულს რაც შეეხება, ციფრული აკადემიები ხო არის ხოლმე რაღაცები. აქვე რა გაიქნებოდა სპონსორი რომ ყოლოდა რომ რაღაც ციფრული აკადემია, მეც ვისწავლედი, ბარტერად იქნებოდა მე ვისწავლედი და გავარეკრებდი, მაგრამ მე ვიდრე და დაბარეკე. არ გვინდა კაი. ხო და ციფრული აკადემიები ხო არის ძალიან ბევრი. ეგ ბევრად უფრო პერსპექტიულია, ვიდრე უნივერსიტეტში ჩაბარება. რატო უნდა იხადო წელიწადში 2250 მინიმუმ, როდესაც შეგიძლია 4 წელი მინიმუმ ეგეც, როდესაც შეგიძლია 1 წელს შეისწავლო ის პროფესია, თან 1 წელში, ანუ 1 წელი სწავლობ, რა 4 წელს კი არ კარგავ, ანუ დიპლომს კი არ ყიდულობ. დიპლომს არ ყიდულობ, არ უნდა იყიდო დიპლომი, როდესაც რაღაც ციფრულ აკადემიაში სწავლობ. შეიძლება ეგეც არ მოგეწონოს, მაგრამ მინიმუმ ისაა, რომ ბევრად უფრო ცოტა დრო გეკარგება რა, თუ დრო დაკარგულია, ბევრად უფრო ცოტა არის დაკარგული და უფრო მართლა ეგეთ აკადემიებში უფრო გამოსადეგარ პროფესიებს შეისწავლი, ვიდრე უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში რომ ბიზნესი აბარებენ ხოლმე, მაგ ხალხს გონია რომ არ ვიცი, გონიათ რომ ბიზნესის კეთებას ასწავლიან, ბიზნესზე როცა აბარებენ, სერიოზულად ბრაზდები. ანუ მართლა სერიოზულად ბრაზდები, რომ გონიათ რომ თუნდაც ფსიქოლოგიაზე რო აბარებენ, ეგრევე ფსიქოლოგები გამოვლენ, მართლა არ არის ეგრე რა. რომ რაზეც ჩააბარებ, ეგ გამოხვალ 4 წლის მერე. დასაქმების პერსპექტივა არ გაქვს და არავინ არ გპირდება მაგას. საქართველოში ყოველ შემთხვევაში ესეა. და ევროპას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვადარებ, მაგრამ მომიტევეთ. ხშირად მომიწევს, იმიტომ რომ ძალიან ბრაზდები აქ ევროპაზე ყველაფერზე. იქ არის ეგრე, უნივერსიტეტში არა, მაგრამ იქ არ ვიცი, როგორ ავხსნა. მოკოლეჯო ტიპის რაღაცები არის, მაგრამ თან რო გასაქმები და თან რო მუშაობ. ხელფასსაც რა თქმა უნდა გიხდია, ისეც რო ყოფნის. უნივერსიტეტში ჩაბარებას ჯობია ეს აკადემიები მომრავლდეს კიდე და კოლეჯები და ისეთი რაღაც შეისწავლონ, რასაც ბევრად უფრო ცოტა დროში შეისწავლენ და ბევრად უკეთესად, ვიდრე აუდიტორიაში 100 კაციდან 20 რომ იდის და იმ ლექტორსაც ეზარება იმ ლექციის კითხვა და სემინარისტად სემინარში ჩაბარება და საერთოდ ყველას ეზარება ცხოვრება. ისეთი უფუნქციოა განათლების სისტემა საქართველოში, რომ ესეთი უფუნქციოა, ალბათ არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია ღმერთო. არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა. სრული კატასტროფა ხდება. მართლა. ხო და თუ ეხანდელი ბავშვები რა, პატარები ვინც არიან და კიდევ ვინც დაიბადებიან, მოიხმარენ იმ ჭკუას, ბავშვები რა, 3 წლის ბავშვი არაფერს ვერ გადაწყვეტს რა, 18 წლამდე ძალიან 18 წლამდე არა მეტიც რა, ბავშვები ვერ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს. რომ მშობლები არ დაეხმარონ და მშობლები კიდევ უნდა დაეხმარონ ამაში. აუცილებლად სწორი გზით უნდა დაეხმარონ. არც არ უნდა უთხრა რომ შენ ეს ხო არ გინდა, ეგეც არ უნდა უთხრათ რა. არაფერი. უბრალოდ უნდა თვითონვე უნდა აღმოაჩინონ ბავშვებმა. და ძალიან მე მომხრე ვარ იმის, რომ ბევრ წრეზე შეიყვანოთ. სადღაც დაინტერესებთ, მოეწონებათ დატოვებთ, სადღაც არ მოეწონებათ, გამოიყვანთ რა. მე მაგათ არსად არ დავდიოდი. არსად არ დავდიოდი, იმიტომ რომ არ მქონდა მაგის შესაძლებლობა. არ იყო ჩემთან სოფელში არაფერი.
ვერსად ვერ ცეკვას დავდიოდი კი 3 წელი 2 წელი ცოტა მეტი მაგრამ მარტო ტაშები ვისწავლე მარტო ისი რა მაგრამ დაგიკრავ ტარს გენავე მაგრამ ცეკვა არაფერი ჯერეთი მაგრამ მოუქნელი რა რატო არ გავამაგდო იმან მაგრამ არ მასწავლე რა არაფერი ცეკვა მოკლედ და სხვაგან არასდროს არ მივიღე ეს აი მართლა სრული კატასტროფაა სოფელში გავიზარდე მაგიტომ მაგრამ მაინც სოფელში გავიზარდე რა სოფელში ვცხოვრობ მაგრამ მაინც ხო ცუდია აი ვისაც რა შანსი გაქვთ ყველგან ატარეთ ბავშვები ბევრად ჯობს რა იმიტომ რომ მე დაკომპლექსებულები იქნებიან ეხლა ძალიან იმიტომ რომ ცეკვა ვიცოდე კაშრება მუსიკალური და რაღაცა ის არ მქონდეს მაგრამ აი სადღაც არ ვიცი ხატაზე რატო არ დავდიოდი რა ვიცი ხა ამას ყველა დახატავს ვაი მეც რომ ეგრული კენო იყო ღმერთო მაგეთ ხატაზე რომ ბევრად ზაკა იქნებოდა ჩემი აზრით რა ვიცი 22 წელს ასაკში აღმოაჩინე რომ თურმე ხაზის გავრება შეძლებია და არა კაი არ ვიცი ხატვა არ ვიცი მაგრამ მაგას ვიძახი ზუსტად რომ არ ვიცი და რომ მე მეცოდინებოდა ალბათ რა ვიცი უკეთესი იქნებოდა ყოველ შემთხვევაში ეს სპაიდერმენი ვიდრე ეხლა არის რაღაცაზე უნდა იძაბე რაღაცაზე უნდა მეუბნო მაგრამ ამას არავის არ ვადანაშაულებს საერთოდ მართლა იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო არაფერი და რანაირად ვერ გამოვიდოდა მოკლედ ძალიან სამწუხაროა მაგრამ მშობლებო კიდევ ერთხელ მოგმართავთ რომ ძალიან ბევრი რაღაცას შეიყვანეთ ბავშვები არასდროს დააზავოთ ბავშვებს რა პროფესია უნდა აირჩიონ არც ჩაუნერგოთ არც ნებსით და წუნებლიეთ არ ჩაუნერგოთ თავში რომ შეიძლება ეს მოგწონდეს და იქნება ეს ცადო იქნება ის გამოგივიდეს არა ნო არა მართლა არ გიჩვენოთ რა მე პირადი გამოცდილებიდან რავი მაგას გეუბნებით რომ თვითონ გადაწყვიტონ რა და თუ სადღაც გაჩერდებიან პატარა ასაკში ოღონდ რა თუ ეხა 35 წლის ასაკში არ ვიცი თუ 35 წლამდე ისე მივიდა 40 წლამდე რომ წელწადში 9 ჯერი ცვლის ივას რომ რაღაცა არ მოსწონს ეგ უკვე თქვენი პასუხისმგებლობა აღარ იქნება პრინციპში რა სადღაც არ ვიცი 18 წლის მერე უკვე ყველა თავზე უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ოღონდ თუ ბავშვობიდან შეაჩვევთ მაგრამ შეიძლება ბავშვობიდან ვერ გამოვიდეს დამოუკიდებლობის შეჩვევა ამიტომ ცოტა 18 წელს ზემოთ დასჭირდებათ კიდე თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა მეთვალყურეობის რა ანუ რაღაც მარტო ვერ გაგაჩავენ რა თუ ბავშვობიდან არ მიიღეს და მე გამიჭირდა სხვათა შორის მართლა გამიჭირდა მაგრამ უკვე დარსუწოვანი რომ გავხდი პრინციპში მაგის მერე რა დამოუკიდებლად ვარ მაგრამ ნუ გერმანიაში ვისწავლე ყველას დიდი დამოუკიდებლობა იმიტომ რომ აბსოლუტურად და მარტო ვიყავ მარტო როგორ მადლობა ჩემ ნაცნობებს კიდევ ერთხელ და რამდენი შანსი მომეცემა იმ დიდი მადლობას გადავხდი მათ ჩემს მეორე ოჯახს მაგრამ ხვდებით რა მაინც მარტოობა და მარტოობასთან გამკრავება და დამოუკიდებლობა და მარტო რაღაცის კეთება ვისწავლე მაშინ მაგ 2 წელიწად ნახევარში რაც ძალიან დამეხმარა ხო და ჩემო მეგობრებო ძალიან ძნელია პროფესიის არჩევა მაგრამ გაქვთ დრო დაფიქრდით და ისე არჩიეთ თუ რაღაც არ მოგწონთ და უნივერსიტეტი გამოსადეგი არ არის რა ხაზგასმით და მკაფიოდ თქვა ვამბობ ამას რომ უნივერსიტეტი გამოსადეგი არ არის არავის არ გამოდგომია უნივერსიტეტი აი ვის გეხვეწები კიდენ დასკვნა ამ ვიდეოს მორალი არის ის რომ უნივერსიტეტი არის გამოუსადეგარი საქართველოში ბევრად ჯობია რომ კოლეჯში ან რაიმე აკადემიაში ისწავლოთ გამოსადეგი და მომავლის პროფესია ვიდრე უნივერსიტეტში იყიდოთ დიპლომის ყიდვა არაფერს არ მოგიტანთ მართლა არაფერს არ მოგიტანთ yes that's it მოგეთ არ ვიცი რამდენი წუთი გავიდა ნახოთ ხო კარგად იყავით ახლა მადლობა და ცოტა არასტაბილური ვიდეო გამოვიდა რაღაცნაირი მაგრამ whatever მოკლედ წავედი მე დაგემშვიდობებით მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით რა მედია ვიდეოს ვიღებდი კარგად